საღამოშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაისში და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა. რა გეგმები აქვს თბილისის მერიას არჩევნებამდე და იქნება თუ არა სახელმწიფო გუნდის კანდიდატი მომავალი წლის გაზაფხულზე დედაქალაქის მოქმედი მერი. ინიციატივები, პროექტები და პრიორიტეტები. და კიდევ ერთი თემა, რა საშიშროების წინაშე შედგა საქართველოს ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. დღეს სატელევიზიო სეზონის მიწურულს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ვეთხოვთ და ვთხოვ ასევე საარჩევნო კომისიას ერთად დავანიშნოთ ადგილობრივი არჩევნები, მათ შორის თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. ახალი პროექტები დედაქალაქში და თვითმმართველობის ვადაზე ადრე დაგეგმილი არჩევნები. აპირებს თუ არა თბილისის მოქმედი მერი არჩევნებში მონაწილეობას და როგორია მერიის პრიორიტეტები. ქალაქის ინტერესი არის ის, რომ თავი წერტილიდან დაიწყოს ის საუკუნოვანი პრობლემები, რაც ჩვენ ავარიულ საქმეთან დაკავშირებით გვაქვს. ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე უკვე დაწყებული და დაგეგმილი პროექტები დედაქალაქში. პირველი თემის შეკითხვებს თბილისის მერი გიგი უგულავა უპასუხებს. H1N1 შემთხვევები საქართველოში არსებობს თუ არა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საშიშროება და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს. ჩამოსულებს იმ ქვეყნებიდან, სადაც არის გავრცელებული ვირუსი, მაქსიმალურად თუ კი სიმპტომები გამოუვლინდებათ, აუცილებლად ნიღაბი, ხელების ხშირი დაბანა და მიმართვა სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომ გამოირიცხოს გრიპი. არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ არავითარი ეპიდემიის ნიშნები არ არის. საფრთხეები და პრევენციული ღონისძიებები. რამდენიმე წუთში ნიკოლოზ ფრუიძე, პაატა იმნაძე, პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახალთ თბილისის მერი გიგი უგულავა. საღამოშვიდობის ბატონო გიგი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გიგი, უკვე ითქვა რომ მომავალი წლის მაისში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნებთან ერთად მერის პირდაპირი წესით არჩევის იდეა, როგორც ინიციატივა და კომპრომისული ვარიანტი, პირველად თქვენ წარმოადგენთ, ეს იყო ამ წლის აპრილში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებოდა ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციები. რა იყო მაშინ ამ ინიციატივის წარმოქმნის მიზეზი? ისე როგორც მაშინ, ასევე ეხლაც ამის ახსნა და მიზეზი არის ძალიან მარტივი. ეს არის ჩემის აზრით ძირითადი უმრავლესობის თბილისში მაცხოვრებელი ძირითადი უმრავლესობის იდეა. განვითარების ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი და ჩემის აზრით აუცილებელია, ამიტომ მე მაშინ ჩავთვალე საჭიროდ, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა მაშინ ეს მოინათლა როგორც ვთქვათ საპროტესტო აქციების საპირწონედ, ვინც პოლიტიკა ესმის ამას საპირწონედ ვერ აღიქვავდა და ვერ სულ სხვა მოთხოვნები იყო მაშინ და სულ სხვა მოთხოვნა არის თბილისის პირდაპირ მერით არჩევა, პირდაპირ წესით არჩევა, თუმცა მიმაჩნია რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ გადადგმული და გეტყვით რატომ. თუნდაც როდესაც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ასე შემდეგ. მინდა შეგახსენოთ, რომ საკუთრივ თბილისის მიმართ 2003 წლის მერე პრაქტიკულად არანაირი საჩივარი არ ყოფილა თბილისში საკუთრივ არჩევნების მიმართ. არც როგორც მაჟორიტარული წესით, არც პროპორციული წესით. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო არჩევნებზე რამდენიმე ძირითად 8 ოლქში ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და არც ერთს მათ პრეტენზია არ ყოფილა და არც დასაბუთებული პრეტენზია და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ქონიათ, ამიტომ ჩვენ რეალურად დღესაც გვაქვს იმის რესურსი, თუნდაც ამ არსებული ადმინისტრაციის პირობებში ვისაუბროთ და ჩავატაროთ ნორმალური, ცივილიზებული, კონკურენტუნარიანი არჩევნები თბილისში. ეს არჩევნები უნდა იყოს პირდაპირი წესით, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ბრალდებები, ზიგზაგოვნებისა, რომ ზიგზაგური წესით ირჩეოდა მერი და საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, სიტყვა იქნება თბილისელებს, ვის დაუჭერენ მხარს. მაგრამ ბატონო გიგი, როდესაც ეს ინიციატივა გახმოვანდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ამაზე იყო საუბარი ასევე გასულ კვირასაც საქართველოს პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე, უმრავლესობის წევრის რამდენიმე დეპუტატი შეფასება მოჰყვა ამ კონკრეტულ ინიციატივას. მათი შეფასებით ეს იდეა არის ერთგვარად საფრთხილო, რადგან ამის განხორციელებამ იმ შემთხვევაში თუ კი საკრებულოს უმრავლესობა დაკომპლექტება ერთი პოლიტიკური ძალით, ხოლო პირდაპირ წესით არჩეული მერი იქნება სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ამან შეიძლება დედაქალაქის მთავრობის ეფექტურ მუშაობას შეუშალოს ხელი. რამდენად არსებობს ამის საფრთხე? მოგეხსენებათ
ბუნებრივია არც ამ საკითხზე არის ერთიანობა, არის სხვადასხვა მოსაზრება, რომელიც ესე ვთქვათ, რომ დავწრიტოთ, შეიძლება ძირითად საკითხამდე დავიდეს. ხშირად გაიგონებთ ალბათ დავას და კამათს თუ რა ტიპის თანამდებობა არის მერის თანამდებობა, ეს არის წმინდა სამეურნეო თანამდებობა თუ წმინდა პოლიტიკური. ის ვინც ამბობს, რომ ეს არის წმინდა სამეურნეო თანამდებობა, ემხრობა იმ წესს, რა წესიც არის, იმიტომ რომ საკრებულოდან არჩეული მერი ნაკლებად არის პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ის არჩევითია და საკრებულოს ჩვეულებრივად ირჩევა და როგორც ვთქვათ, პარლამენტის დეპუტატი არის პოლიტიკოსი, ასევე საკრებულოს დეპუტატიც არის პოლიტიკოსი, თუმცა ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ მაინც იქიდან არჩეულს უფრო მეტად სამეურნეო, ესე ვთქვათ, ელფერი დაკრავს და მეორე პირდაპირ წესითვისაც ვინც ემხრობა, ის უფრო მეტ ხას უსვავს, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, პირდაპირ არჩეული და თავის თავში უკვე გულისხმობს პოლიტიკოს, როგორც თანამდებობა გულისხმობს და არა პიროვნება. ჩემის აზრით ეს თანამდებობა აერთიანებს თავის თავში ორივე საწყისი ერთად უნდა იყოს სინთეზირებული. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან ის არის არჩევით, ის ბუნებრივია არის პოლიტიკური, მაგრამ ამავდროულად ეს მოითხოვს ბევრად უფრო მეტ ძალისხმევას, ბევრად უფრო მეტ შრომას, ბევრად უფრო მეტ, ესე ვთქვათ, მაჯისცემაზე, ესე ვთქვათ, ორიენტირებული პოლიტიკოსი უნდა იყოს. და არა, ვთქვათ, სეზონური დღეს საქართველოს ძალიან სასაცილოდ დამკვიდრდა, რომ გაზაფხული და შემოდგომა არის პოლიტიკური სეზონი და ზამთარი და ზაფხული გეგონება პოლიტიკოსები თეთრი. თუმცა ბოლო წელი ძალიან აქტიურია ყველა სეზონი პოლიტიკურად და საკმაოდ რთული სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მიმაჩნია მე ჩემი პირადი აზრია, რომ პირდაპირ არჩეული მერი დღეს თბილისს უფრო მეტად გამოადგება ვიდრე საკრებულოდან არჩეული. აი თუნდაც ამას სხვადასხვაობიდან გამომდინარე ბატონო ორივე ხშირად არის საუბარი, რომ ის დემოკრატიულია და ეს არ არის დემოკრატიული. წესი არჩევს ორივე დემოკრატიულია, ძალიან ბევრ ქვეყანაში პირდაპირიც არის და არაპირდაპირიც არის. ამიტომ წყალგამყოფი დემოკრატიულობის არ გადის ამ ორ მოდელს შორის. მაგრამ მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე ეს სწორია. სამომავლოდ ჩვენ შეიძლება მეტი, ესე ვთქვათ, თბილისი არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი. მაგალითად ვთქვათ, გდანის რაიონი არის, გდანის ნაძალების რაიონი არის 158,000 ადამიანი. ანუ უფრო მეტი ვიდრე ქუთაისი და უფრო მეტი ვიდრე ბათუმი. ამორჩევლების რაოდენობითაც და მოსახლეობის რაოდენობითაც. ბუნებრივია ჩვენ სამომავლოდ და ეს არის თვითმმართველობა მუდმივად მზარდი ორგანიზმია ყველა ქვეყანაში, მათ შორის ეს ვთქვათ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში და თბილისის მერი გახსოვთ წინა ხელისუფლების პერიოდში არ იყო არჩევითი თანამდებობა, ის ინიშნებოდა პრეზიდენტის მიერ, თბილისის და ფოთის მერი. ჩვენ შემოვიღეთ გადავაქცეთ ეს კი მე დაახლოებით 8 თვე დანიშნული მერი ვიყავი და შემდეგ უკვე მოხდა არჩევნები. ეს იყო პირველი ეტაპი. შემდეგ ახლა უკვე 2010 წელს მოდის მეორე ეტაპი, რომ თბილისის მერი უნდა იყოს პირდაპირ არჩეული და მე ძალიან ვიხარია, რომ პრეზიდენტის გაეთანხმა საბოლოოა ბატონო გიგი. თუნდაც იმას სხვადასხვაობიდან გამომდინარე ხომ არ დავივარაუდეთ, რომ შეიძლება პრეზიდენტმა გაახმოვანა ეს იდეა, ჩვენ ძირითადი უმრავლესობის უჭერთ ამ მხარს და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას უკვე სექტემბერში საკანონმდებლო, ვთქვათ, ხასიათი მიეცემა. შემდეგ ჩვენ უკვე სამომავლოდ იქნება ეს, ვთქვათ, 2014 წელს, ჩვენ კიდევ მე ვფიქრობ და ამაზე შეიძლება უკვე დღესაც დაიწყოს მუშაობა, თუმცა ეს ეტაპებია და ჩვენ ეტაპები არ უნდა ავურიოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფაქიზი ორგანიზმი. ბოლომდე პოლიტიზაცია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიდაოთ საკრებულოში ძალიან ბევრ რამეზე და იქ მილი როცა გახეთქილი მას დავაჭირე არ ჭირდება, მას ჭირდება ოპერატიული რეაგირება. ამიტომ ესე ვთქვათ, ძალიან ფაქიზი არის ეს როგორც თემა, ჩვენ სამომავლოდ შეიძლება წავიდეთ გამგებლების არჩევაზეც, იმიტომ რომ ძალიან დიდია თბილისი, მაგრამ ეს 2014 წლის გეგმა შეიძლება იყოს. შემოვიტანოთ კიდევ უფრო პატარა მუნიციპალიტეტები, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ახლოს იყოს ხალხთან. ეს ყველაფერი ჩემის აზრით არის პროცესი, რომელსაც ჩვენ სწორედ და ლოგიკურად მივიწყებთ. და კიდევ ერთი შეკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა დღევანდელი გადასახედიდან ეს წინადადება ჩაითვალოს კომპრომისულ ვარიანტად, ანუ გამართლებულ კომპრომისად. ეს არის ჯანსაღი წინადადება თავისი თავით, როგორც წინადადება. პოლიტიკოსი, რომელიც ამას, ესე ვთქვათ, მიიღებს, როგორც, ესე ვთქვათ, ასპარეს,
ის მხოლოდ სწორნაბის გადადგავს. პოლიტიკოს, რომელიც იტყვის, რომ მე არაფერი არ მინდა და თქვათ ჯერ გადადგეს სააკაშვილი და მე ამაზე ვილაპარაკოთ, მე მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ რეალობაში ეს არასწორი რბილად რომ თქვათ არასწორია და ის პოლიტიკოსი უბრალოდ თავის თავს აზარალებს. პოლიტიკოსი იწრთობა, პოლიტიკოსი იზრდება, პოლიტიკოსი ვითარდება, როდესაც ის მონაწილეობს არჩევნებში და თუ ის იგებს, ის მიდის წინ. მაგრამ თვითონ მონაწილეობა უკვე არჩევნებში სწორი ფორმაა პოლიტიკური ცხოვრების. რაც შეეხება თვითონ იმ დილემას, რომ აი თქვათ ერთია მერი პირდაპირ არჩეული და საკრებულო უნდა შევეგუოთ და პოლიტიკური რეალიები იცვლება, იხვეწება განსაკუთრებით თბილისში და თბილისი ამ თვალსაზრისით განსხვავდება სხვა რაიონების და რეგიონებისაგან. თბილისი არის ძალიან პლურალისტული ამ თვალსაზრისით და შესაბამისად ხვალ რომ იყოს არჩევნები, მაგალითად შეიძლება 1, 5, 6, 7 პარტია იყოს წარმოდგენილი საკრებულოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დისკურსი ქალაქში. ანუ 7 პარტია ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად ტოლფარდი ძალებია წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც საკითხში შეიძლება ჩვენ და რომელიმე პარტია შევთანხმდეთ, ან რომელიმე ორმა პარტიამ თქვათ რაღაც საკითხი გაიტანოს. ეს არის ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ ამას პოლიტიკური ვაჭრობა დაარქვას, მაგრამ ეს არის პოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც თქვათ ჩვენ გადავეჩვიოთ და თქვათ ანუ ყველა ერთის წინააღმდეგ უნდა იყოს, ან ერთი ყველას წინააღმდეგ. ეს არასწორია განსაკუთრებით თბილისში. ამიტომ ეს მრავალფეროვნება, რომელიც დღეს თბილისური ესე ვთქვათ პოლიტიკური სპექტრისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის სწორი, ჯანსაღი და კარგი. კი ბატონო, გიგი, მოდით გადავიდეთ სხვა საკითხებზე, არჩევნების თემა დავასრულოთ. თბილისში დაწყებული მიმდინარე და დაგეგმილი ახალი პროექტები, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვენ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, საუბრობდით ეკონომიკური სტიმულირების ახალ პაკეტზე, ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეზე, როგორც ეწოდება ამ ნაწილს. დაიძრა თუ არა ამ მიმართულებით სამუშაოები და რამდენად უზრუნველყოფილია რამდენად მაღალია სამშენებლო კომპანიების ჩართულობა ამ პროექტში? მინდა გითხრათ, რომ უკვე კონკურსის გამოაცხადა ჩვენ უკვე კონკურსი, ვადა არის 15 სექტემბერი, ეს არის პირველი განაცხადების მიღების წესი არის შემდეგი, იდეა იცით რაშიც მდგომარეობს, ეს არის სამშენებლო კომპანიები, რომელსაც დღეს არ აქვთ ფულადი სახსრები იმისათვის, რომ გააგრძელონ მშენებლობები, სახლები ავარიული, დანგრეული წლების მანძილზე გაუბედურებული სახლები, სადაც ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრებად. მესამე, ბანკები, რომელთაც აქვთ ფული, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებლობა დღეს არ შედის, ესე ვთქვათ, არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გადმოსახედიდან და არც ზოგადად რისკის მაღალ ზონად ითვლება, არ იძლევიან კრედიტებს. ჩვენ გვაქვს 3 ესე ვთქვათ პრობლემა და ამ 3 პრობლემის ესე ვთქვათ სისტემური ერთიანი მოგვარების სქემა შევთავაზეთ ჩვენ საზოგადოებას. ანუ მენაშენე მიდის ამა თუ იმ ესე ვთქვათ ყველაზე მეტად დაზიანებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მაცხოვრებელ ხალხთან ელსაუბრება მას, თუ მენაშენე შეკრავს რაღაც კონკრეტულ ვთქვათ სახლი იქნება, კვარტალი იქნება და ასე შემდეგ, ანუ მათ დაუდევს ხელშეკრულებას, რომ აი ამ პირობებით, კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებით ამადამ ვადაში, ამადამ კონკრეტულ შენობაში მას გადაიყვანს და გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ადამიანი აქ მონაწილეობს ნებაყოფლობით, მისი ქონება მანამდე არის მისი, სანამ ის ახალ ქონებას არ დაეუფლება. საწყის ეტაპზე იყო საუბარი იმას, რომ შესაძლოა პრობლემები შეიქმნას მობინადრეებთან, რადგან მათი ნაწილი შესაძლოა არ დათანხმდეს. მინდა გითხრათ, რომ ეს მუდმივი პრობლემაა ძველი თბილისის ესეთ უბნებში, მაგრამ ვინაიდან ამ შემთხვევაში მენაშენე ელაპარაკება კონკრეტულ მაცხოვრებლებს. ვერ შეთანხმდით, მიდის სხვაგან. ანუ არეალი საკმაოდ დიდია, მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, როდესაც ხედავს ადამიანი, რომ იქ ეს თქვათ შეიკრა ეს წრე და ეს პროგრამა დაიძრება, ბუნებრივია მასაც სტიმული გაუჩნდება, იმიტომ რომ ისევე მეორე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მარტო სახელმწიფოს ხარჯებით იმის რეაბილიტაცია გამორიცხულია. ამიტომ ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად დაიძრა, ჩვენ ბოლო კონსულტაციები გქონდა მშენებლებთან, კონსულტაციები გქონდა ბანკირებთან, მუდმივი შეხვედრები, იმიტომ რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო და მერი არ ერევა მენაშენესა და მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობაში, ჩვენ მაინც მუდმივად შეხვედრები გვაქვს და გვხვდებით, ველაპარაკებით, რა პრობლემები შეიძლება ესე ვთქვათ ადგილზე წარმოიქმნას, მაგრამ ეს პროცესი დაიძრა ძალიან აქტიურად, ოპტიმიზმი არის ძალიან მაღალი, რაც მე ძალიან მახარებს და 15 სექტემბერს ველოდები მე ძალიან ისე სულ მოუთმენლად, რომ ნახოთ წინადადებები რა იქნება. შეფასების კრიტერიუმზე თუ შეიძლება ერთ სიტყვას ვიტყვი, შეფასების კრიტერიუმი და ეს არ არის
მშენებლებისთვის, იცით რომ მშენებლობა ითვლებოდა საქართველოში ჰიპერმომგებიან ბიზნესად, რაღაც 400%-იან მოგება და რაღაც ყველა ვისაც არ ეზარებოდა აშენებდა. ეს არ არის, ესე ვთქვათ, მშენებლებისთვის გამდიდრების პროექტი. ეს არის გადარჩენის პროექტი. და არსებითი განსხვავება შეიძლება 3 და 5%-იანი შეიძლება საერთოდ მოგებას ვერ გავით, მაგრამ იმ ზარალს მაინც ნაზღავს და რაც თავარია დღეს მშენებლებს ყველაზე მეტად ჭირდება რეპუტაციის აღდგენა. ანუ ბანკებივით მუშაობდნენ მშენებლები, თქვენ ყიდულობთ ჯერ არაშენებულ სახლს, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ კომპანიას მის სახლს, მის რეპუტაციას ენდობით. ამას ჭირდება ყველაზე მეტად გაფრთხილება და მათთვის ამიტომ ეს პროგრამა არის, ასე ვთქვათ, პრესტიჟის საკითხი. ამიტომ შერჩევის კრიტერიუმში ჩვენ ძალიან მკაცრი ვიქნებით, ეს არ უნდა იყოს რაღაც ისეთი ასტრონომიული თანხები წარმოდგენილი, იმიტომ რომ თანხა რეგრესულად იქნება შედარებული და ვისაც მისაღები თანხა იქნება კონკრეტული ჭერის ქვეშ, ბუნებრივია ეს პროექტები დაფინანსდება. სწორედ ამ პროექტის მიზნიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ დაინტერესება როგორც ავარიულ სახლებში მცხოვრებთა მხრიდან, ასევე კომპანიების მხრიდან არის საკმაოდ მაღალი. პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდეს ამ პროექტის განხორციელებით, ადრეც იყო ამაზე საუბარი, დაუსრულებელი მშენებლობები, ავარიული სახლები და დასაქმების პრობლემა. ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა კომპლექსურად ამ პროექტის წარმატებაზე ვისაუბროთ. სამივე პრობლემის მოგვარების კუთხით. იდეა იმდენად დახვეწილია, რომ მე ეხლავე გავბედავ და ვილაპარაკებ მის წარმატებას. თუმცა, მანამ სანამ ჩვენ არ ვიხილავთ პირველ ადამიანს, რომელიც შესახლდება აი ამ ავარიული დაბომბილი სახლიდან ნორმალურ გაუმჯობესებულ, კარგ, თანამედროვე კომფორტულ ბინაში. მანამ ჩვენ არ ვიხილავთ გაჩერებულ ამწეკრანებს მოძრავს და იქ მოფუსფუსე მუშას. მანამდე ბუნებრივია წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ისე ვიმეორებ ჩვენ საკმაოდ ვიჩქარეთ, ყველა ეტაპი სწრაფად გავიარეთ და პირველი ესე ვთქვათ წინადადებები მივიღებთ 15 სექტემბერს. 15 სექტემბრიდან ამ შესწავლას სწრაფად დავასრულებ, რომ სადღაც ოქტომბერში უკვე პირველი სამუშაოები დაიწყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გადავიდეთ სხვა პროექტებზეც. წარმოდგენილია კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, მათ შორის დავწყოთ საუბარი 3200 მეტრიანი გზა ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე, როგორ აიგება ესტაკადა, როგორ განხორციელდება პროექტი და რამდენად განტვირთავს პირველ რიგში ეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს. თბილისში ჩვენ გვაქვს, აი თბილისო დახედოთ რუქაზე, არის ორი ხეობა, ეს არის ყურის ხეობა, ძირითადი ნაწილი და მდინარე ვერეს ხეობა, სადაც განთავსებულია საბურთალო, ვაკე და მუცუბიძე და ასე შემდეგ. ანუ ეს ორი მიმართულებაა. ორივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით. ქალაქში ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება. ეს თამდევი პრობლემაა ყველა მზარდი ქალაქის, რაც უფრო ეკონომიკა განვითარდება, მით უფრო მეტი მანქანა იქნება. ძალიან სწრაფად ხდება, რაც უფრო ეხა ეს ბოლო პერიოდში ამ საბანკო კრიზისებმა გააჩერა, თორე აი ოჯახში ხშირ შემთხვევაში 2-3 მანქანაც არის ხოლმე ხშირად. ამიტომ მწვავედ დადგა პრობლემა საცობების. საცობების მოგვარების არსებობს ახალი ველოსიპედის გამოგონება, არა, რამდენიმე ხერხი. ეს არის არსებული მაგისტრალების ოპტიმიზაცია, ანუ ტრანსპორტის ნაკადის მართვა და ამ მიმართულებით ჩვენ იდენტიფიცირებული ვართ 10-მდე ყველაზე მძიმე მონაკვეთი, როგორც იყო თქვა თამარ მეფის ხიდი, როგორც იყო ვახუშტის ხიდი და ასე შემდეგ და იქაც უკვე დაწყებულია მოწესრიგების სამუშაოები და არსებითად სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ კომპლექსურ მოწესრიგებას ჭირდება ახალი მაგისტრალები, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციის საშუალებები, რომელიც არსებითად შეცვლის მთლიანად ქალაქის ინფრასტრუქტურას. ერთ-ერთი ასეთი გზა არის სწორედ გზა, რომელიც ვარაზისხევს დააკავშირებს თამარაშვილის გამზირთან, რომელიც მდინარე ვერეზე გადის, 5 ადგილას გადამავალი ხიდიც კი არის საჭირო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორი მიმართულებით. ეს არის სატრანსპორტო განტვირთვის თვალსაზრისით და ეს არის ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მე მოვისმინე ეკოლოგიურ მიზნებს ხაზგასმის ეს ოპოზიციის მხრიდან მოყვა მას კრიტიკა, რომ ძალიან ზერელე ზედაპირული ზივრის მწვანე საფარის გაჩეხვის ხარჯზე ზივრის მწვანე საფარის გაჩეხვის ხარჯზე არ მიმდინარეობს ეს პროექტი. ჩვენ სპეციალურად იმისათვის, რომ ასეთ აუცილებელ შემთხვევებში ასე ვთქვათ, ხეები არ გაგვეჩეხა, ამისათვის და ის ღირებული ხე, რომელიც არის, რომელსაც წლები ჭირდება გაზდა, სპეციალურად დაახლოებით 3 თუ 4 მანქანა ჩამოვიყვანთ, რომელიც ძირფესვიანად რგავს ხის აქედან იქით. მაგრამ ეკოლოგიაზე როცა ვლაპარაკობთ, ეკოლოგია არ არის ხე მხოლოდ. ეკოლოგიურ პრობლემას წარმოშობს ბევრი მანქანა, უბრალოდ ბევრი მანქანა საცობში. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, როდესაც არის საცობი,
იქ ხდება ზუსტად იმისი დაბინძურება. გამონაბოლქვით ხდება ყველაზე მეტად დაბინძურება. რა თქმა უნდა, თუ არის ქარხანა, ფაბრიკა და ასე შემდეგ, ის კიდევ უფრო მეტად თქვა, აი ნაგვის გადამამუშავებელი კიდევ უფრო მეტად და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ქალაქში ვინაიდან ეს თქვა დიდი რაღაც ქარხნები არ არის, ყველაზე მეტად დამაბინძურებელი არის სწორედ მანქანა, რომელიც დგას საცობში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა ეკოლოგიური გაუმჯობესება, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სწორედ საცობების მინიმიზაციაზე. ეს სწორედ ეკოლოგიური სურათის გაჯანსაღებისთვის პირველ რიგში მიმართული არის სწორედ ეს გზა. მეორეს მხრივ 120 პირდაპირი ჩადინება ხდება მდინარე ვერეში, პირდაპირი კანალიზაცია ჩადის. ეს დაწყებული კომუნისტების პერიოდიდან და 90-იანი წლების მშენებლობები პრაქტიკულად კანალიზაცია არც კოლექტორია გაკეთებული არაფერი, პირდაპირ ჩაედინება მდინარეში. ის ტრადიციულად მდინარე ვერე სასმელ წყლად გამოიყენებოდა 1 საუკუნის წინ. დღეს სასმელად კი არა, საბანაოთაც კი არ შეიძლება უკვე თბილისის ტერიტორიაზე. რა იგეგმება ამ მიმართულებით? ამ გზასთან ერთად კეთდება შესაბამისი კოლექტორი და ამრიდი, კანალიზაციის ამრიდი, ანუ მთელი ეს 120 წერტილი ერთ კანალიზაციაში ჩავა, რომელიც აერიდება მდინარეს და სპეციალურ გამწმენდ ნაგებობებში, ანუ საკანალიზაციო, ესე ვთქვათ, უტრირებულად ვთქვათ, სისტემაში ჩაერთვება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მდინარეს გაიწმინდოს. ეს გვაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ მდინარე ჩაედინება მერე მტკვარში. შესაბამისად, მტკვარს ცალკე პრობლემა აქვს. გლდანის ნაწილი, ვარკეთილის ნაწილი, ძირითადი ახალი უბნები, რაც კომუნისტების დროს აშენდა, მათი ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ ჩადინებით გაკეთდა. ანუ მაშინ ფული მოიპარეს თუ რაღაცა იყო, ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და როცა ეკოლოგიაზე ლაპარაკობენ, უფრო კომპლექსურად ჯობია შეისწავლოს, ეს არ არის ისე ვიმეორებ, პოლიტიკური განხილვის თემა. ყველაზე როცა სპეციალისტები რო ლაპარაკობდნენ, კიდე ხო ეს პოლიტიკოსები როცა ლაპარაკობენ, ძალიან არადამაჯერებელია. მე ამ შემთხვევაში რო შევისწავლე ეს საკითხი და რო ვიცი, იმიტომ ლაპარაკობ და ეს პროექტი ჩვენ სანამ საზოგადოებას წარუდგენდით, მანამდე უამრავი სპეციალისტი იყო მან ჩართული და უამრავი ადამიანი საუბრობდნენ. თანხებსაც შეეხება დაახლოებით 70 მილიონ ლარამდე ჯდება ეს გზა, მაგრამ ისევ იმერებს არ არის მარტო გზა. ეს თავის გამწვანების სამუშაოები, განათების სამუშაოები, კოლექტორი, ხიდი და ასე შემდეგ. და მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, მე იმიტომ დავიწყე თბილისის, ესე ვთქვათ, გეოგრაფიით. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი თბილისი ტრადიციულად, ანუ კომუნისტების პერიოდში უკვე მასიურად განვითარდა მდინარე ვერეს, ესე ვთქვათ, ხეობისკენ შეიჭრა. ტრადიციული განვითარება იყო ამის გასწვრივ, მდინარე, ესე ვთქვათ, მტკვრის გასწვრივ. იცით რომ 30-იან წლებში, 40-იან წლებში აშენდა სანაპიროები, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ქალაქის გავლადობის საფუძველს. სანაპიროების გარეშე პრაქტიკულად ქალაქი შუაზე გაჭრილი იქნებოდა. მაგრამ იცით რომ რკინიგზა კვეთს მთლიანად მთელს ქალაქს, რის გამოც რკინიგზის ქვედა ნაწილიც და ზევით ხომ მთლიანად პრაქტიკულად ვერ განვითარდა და არ განვითარდა სწორედ იმის გამო, რომ ამხელა მაგისტრალური ტრანზიტული მოძრაობა რკინიგზაზე. ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ყველა ინჟინერს ძველი თაობის რო კითხო და ყველა არქიტექტორს მართლაც საუკუნის პროექტია, მაგ თვალსაზრისით ეს ხო ოცნება, რომ დადგეს დრო, როდესაც რკინიგზას გადავიტანთ ქალაქიდან, ანუ ტრანზიტული მოძრაობა რკინიგზის აღარ იქნება, აი ეს დატვირთული ნავთობი აღარ ივლის ქალაქის ცენტრში. ანუ ესეც ეკოლოგიური პრობლემებს მოგვარებაზეა გათვლილი, ქალაქის განტვირთვაზე, საცობების ეს არის რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის არის აი ოქროს ზოდი ქალაქის განვითარებისთვის არის მიმართულება, რომლის მიმართაც დაახლოებით 10-15 წლის დიაპაზონში ქალაქი სწორედ იქით განვითარდება. მას შემდეგ რაც რკინიგზა გადავა, რკინიგზის გადატანით 180 ჰექტარი მიწა თავისუფლდება პრაქტიკულად ქალაქის ცენტრში. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს მაგისტრალის აშენება, რომელიც სხვა შორის ძალიან იაფია იმ შემთხვევაში, რომ რკინიგზა გადადის, იმიტომ რომ უკვე მოწყობილია ინფრასტრუქტურა და პრაქტიკულად გზის დაგება გჭირდება, რომელიც დააკავშირებს აეროპორტის ტრასას, ზაგესთან და მცხეთის ტრასასთან, ანუ პრაქტიკულად ჩვენ ერთი გამჭოლი დამატებითი, როგორც ორი სანაპირო გვაქვს, მესამე გამჭოლი, ესე ვთქვათ, მაგისტრალი გვექნება ქალაქში. პირველ შემთხვევაში, ვარაზისხევის გზის შემთხვევაში ეს არის 2010 წლის ბოლო. რაც შეეხება რკინიგზას, საკუთრივ რკინიგზის გადატანის სამუშაოები დაიწყება იანვრიდან. ამას სჭირდება 3 წელიწადი.
რომ მოეწყოს ახალი აუქციური რკინიგზა და პარალელურად ხო ცხადია მიმოსვლა ვერ შეჩერდება, როდესაც ის გაიხსნება, უკვე შეიძლება შემდეგ დაიწყოს აქ სამუშაოები, მაგრამ ამ 3 წლის მანძილზე ჩვენ დავიწყოთ უკვე საპროექტო სამუშაოებს, იმიტომ რომ ამ ყველა ტერიტორიას ჭირდება კარგი სკრუპულოზური დაგეგმარება, რეალურად ჩვენ შეგვიძლია იქ საქმიანი ზონა გადავიტანოთ, შევქმნათ ფინანსური ცენტრი, თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურა. ამიტომ ეს 3 წელიც ამ თვალსაზრისითაც ბუნებრივია იქნება ათვისებული და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ქალაქს სინქრონული განვითარებას და ეს ორი ძირითადი მაგისტრალი ჩვენ მოგცემს უახლოესი 20 წლის პერსპექტივაში ამოსუნთქვის საშუალებას. იმას არ ნიშნავს, რომ პატარ-პატარა ბევრი სხვა პროექტიც არის გასაკეთებელი და რამდენიმე პროექტი სხვა შორის ჩვენ ასევე უკვე მოზიდული გვაქვს დაფინანსება. ეს პროექტი არის გორგასლის ხიდის ქვეშ, როდესაც გაძვრების სანაპიროზე, ძველ აბანოებთან, უცებ ბორცვი, იქ უნდა გაკეთდეს გვირაბი, სხვა შემთხვევაში ძალიან საწופდება იქავრობა და ეს მიცემს კარგ განვითარების შესაძლებლობას ძველ თბილისს, ბევრად უფრო მკვდრო გახდება ძველი თბილისი, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მოძრაობა. მეორე არის ხიდი, რომელიც აუცილებელია და ეხლა ჩვენ მუშაობთ და ეს თქვა feasibility study დაწყებულია. ეს არის ვახუშტის და დიღმის ხიდ შორის არის ძალიან დიდი მონაკვეთი, სადაც არ არის გადასვლის შესაძლებლობა და აქაც ჩვენ სულიად გაისათ უკვე ამ სიახლეს კონკრეტულად წარუდგენთ თბილისელებს. ანუ საბოლოო ჯამში ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე დაფინანსების წყარო მოზიდულია, გვაძლევს შესაძლებლობას უახლოესი 20-30 წლის მანძილზე ამოვისუნთქოთ და ეს თქვა ვისაუბროთ თბილისში არის შედარებით გაძლიერებული. ქალაქის განტვირთვაზე როდესაც საუბრობთ, ამდენი ცნობილია გენერალური გეგმით ასევე გათვალისწინებულია ზოგიერთი ობიექტის გატანა ქალაქგარეთ, სამრეწველო ობიექტებზე იყო, რამდენიც მახსოვს საუბარი, მაგრამ ბოლო დროს ასევე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა ორგანიზაციის გადატანაზე თბილისიდან სხვა ქალაქებში. რას აძლევს ეს დედაქალაქს თბილისის როგორც პოლიტიკური ცენტრის განტვირთვაზეც ხომ არ არის საუბარი. თუნდაც პარლამენტის ნაწილობრივ გადატანა პარლამენტის ნაწილობრივ გადატანით თბილისი არაფრით არ დაზარალდება, მიმაჩნია რომ ქუთაისი ძალიან ბევრს მოიგებს. თბილისი არანაირ ზარალს ამით არც პოლიტიკურს არ მიიღებს და არც ფინანსურს და არც ეკონომიკურს. თბილისში ზედმეტად ბევრად არის დიდი დოზით არის კონცენტრირებული პოლიტიკა, ასევე ყველაფერი, არა მარტო პოლიტიკა, ყველაფერი. იმიტომ რომ თბილისი ძალიან დიდია, არაპროპორციულად დიდია ისეთი ზომის ქვეყნისთვის, როგორც საქართველო. ამიტომ გარკვეული ფუნქციების, ესე ვთქვათ, გატანა ქალაქგარეთ არის მნიშვნელოვანი და სწორი. სწორი ეფექტური მუშაობისთვის და მეორე მხრივ იმისათვის, რომ ქვეყანა თანაზომადად განვითარდეს, ეს საბოლოო ჯამში ქალაქთვისაც კაია, იმიტომ რომ თუ რეგიონი ვითარდება, მიგრაცია ნაკლები, იმიტომ რომ ჩვენ აქ ისედაც წირი სამუშაო ადგილები გვაქვს და ამას ემატება ძალიან დიდი ნაკადი, რომელიც ქალაქში მოდის და კონკურენცია კიდევ უფრო მეტად იზრდება. ბევრი თბილისელის გაღიზიანებასაც იწვევს, იმიტომ რომ თვითონ რომ უმუშევარია ვიღაცა რო საქმე ხეს ბუნებრივია კონკურენცია იქნება, ამას ხელოვნურად როგორც მოსკოვმა შეზღუდა რაღაც პრაპისკები გააკეთა, ამას ვერ გააკეთებ და არ უნდა გააკეთო ჩვენ თანამედროვე ქვეყანა, მაგრამ ეკონომიკურად და სხვადასხვა ღონისძიებით ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ განვითარდეს რეგიონიც ისე, როგორც ვითარდება თბილისი, რომ დასაქმდეს იქაც ადამიანი და აქაც ადამიანს ჰქონდეს დასაქმების საშუალება. ამ თვალსაზრისით პარლამენტის წაღება ბევრად უფრო გააცოცხლებს ქუთაისს, ბევრად უფრო გააცოცხლებს თბილისი კიდე, როგორც ამ შემთხვევაში როგორც რიგით თბილისელი ვამბობ და არა როგორც თბილისის მერი, აბსოლუტურად არაფერს არ დაკარგავს. ბატონ გიგე, და კიდევ ერთი შეკითხვა, სახალხო დიალოგი, რომლის განხორციელებაც დაიწყო ხელისუფლებამ და აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი. შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენილი გარკვეული ინიციატივები გახდეს პრიორიტეტული მიმართულებები ხელისუფლებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის მერიისათვის. მე მოვისმინე ესეთი მოსაზრება, რომ აი ეხლა გაგახსენდა დიალოგი და ასე შემდეგ, ანუ პრეტენზიები ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს, მაგრამ რაც არ უნდა პრეტენზია იყოს, მინდა ერთი რამე აღვნიშნო. ერთი რომ ხელისუფლება რაც უფრო ახლოს არის ხალხთან და რაც უფრო მეტად აქტიურობს, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით, მით უკეთესია საბოლოო ჯამში ყველასთვის. მიუხედავად იმ კრიტიკისა, რა კრიტიკაც შეიძლება იყოს. რატომ? ეხლა მეორე მხრივ არის, რომ მუდმივად ბუნებრივია დიალოგში უნდა იყოს და პრინციპში ამ თვალსაზრისით ძირითადი უმრავლესობა, ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში მერიაზე ვსაუბრობ, გამგებლები იქნებიან სამსახურის უფროსები, მუდმივად
ჩემი დავალებაა, მეც ძირითადად ქუჩაში ვარ და ხალხს ხვდები, გინდა სამსახურში, გინდა ქუჩაში და ასევე გამგებლები. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას რა მნიშვნელობა და პლუსი აქვს. ჩვენ ომმა, ეკონომიკურმა კრიზისმა, შიგნით პოლიტიკურმა დაძაბულობებმა, ბევრი რამე, ესე ვთქვათ, საზოგადოებასაც, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც ახალი, ესე ვთქვათ, სისხლი გადაუცხა, ახალი ენერგია მიცა და ახალი კუთხით დაანახა ბევრი რაღაცა. ამიტომ ჩვენ დღეს გვჭირდება უფრო მეტი აქტიურობა იმისათვის, რომ ის საზოგადოებრივი წუხილები, რაც შეიძლება შენ თვითონ ისაც იცოდე, მაგრამ არის ძალიან კონკრეტული ბევრი რაღაცა, რაც შეიძლება გამოგჩეს. აი ხა იყო მაგალითად თბილისში ჩამოვიდნენ ქუთაისელი მძღოლები, ხო? ეს პრობლემა ხა ჩემთვის ნაცნობია, მე დაახლოებით ხვდები რამ წარმოუშვა. წარმოუშვა იმან, რომ არ იყო სათანადო კომუნიკაცია, იმიტომ რომ მეც მქონდა ეგ პრობლემა 4-5 წლის წინ საბოლოო ჯამში, ჩვენ შევძელით საერთო ენის გამონახვა, მარშრუტკაც დადის თავის მარშრუტზე, ავტობუსით დადის და ხალხი კმაყოფილია, იმიტომ რომ ავტობუსი ბევრად კომფორტულია და საბოლოო ჯამში მოვნახეთ, ანუ კარგი საშუალება მაგალითია, რომ კარგი კომუნიკაცია. თქო, მტკიცე, ამ შემთხვევაში მე არ ვიძახი, რომ ვინც თქვათ ქუჩაში გამოვა და ხმამაღლა იყურებს, ყოველთვის ის მართალია. ესე არ არის და ესე ვერ იქნება. მაგრამ იმ ადამიანსაც, რომელიც ძალიან ანტაგონისტურად არის განწყობილი, იმასაც უნდა აუხსნა, რატო აკეთებ ამას, რისთვის აკეთებ და რა სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას. ამიტომ არასდროს არა, როგორც არის გამოთქვა ხოლმე მასლა კაშულის ხელისუფლების ხარვეზებზე მიტიტება და უკეთესი მუშაობისკენ მიტიტება. იაქტიუროს ხელისუფლებამ და საბოლოო ჯამში ეს კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მუშაობთ 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე და ეს საკითხები, ეს პრობლემები რაც იქნება, ყველაფერი თავს მოიყრის იმ დოკუმენტში, რომელიც არის ინსტრუმენტი ამ პრობლემების მოგვარების. უნდა დავასრულოთ საუბარი და ბოლოს მე კიდევ ერთხელ დავუბრუნდები არჩევნების თემას, რომლითაც დავიწყეთ საუბარი. იქნება თუ არა გიგი უგულავა სახელმწიფო გუნდის კანდიდატი 10 თვის შემდეგ დაგეგმილ არჩევნებზე, თუმცა გარდა ამისა პრესაში ძალიან ხშირად ჩნდება ინფორმაცია, თქვენს რასაკვირველია ექნებით საქმის კურსში, იმასთან მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად გიგი უგულავა სახელდება მომავალ პრემიერ-მინისტრად. შეკითხვას ბოლოდან დავიწყებ. ეს არის წმინდა სპეკულაცია, არანაირი სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით მე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ჩემ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ დამჩეზე ხა თქვენი საუბრეთ, ერთმანეთ მინუსად თუ ხარვეზად, პირადად მე მიმაჩნია ზედმეტი გადართულობა, ესე ვთქვათ, ზოგად ეროვნულ პოლიტიკაზე. მე ბევრად უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო იმ საქმით, რაც მე თანამდებობით მავალია, ანუ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც თბილისელებს აწუხებთ, პოლიტიკის მომგვარებელი სადაც ბევრია. ამიტომ ეს საკითხი არც იხილება, არც განხილულა და შემიძლია საჯაროდ გითხრათ, რომ არც იხილება პრემიერი აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებს და არც განხილულა პირდაპირ მინდა გითხრათ. რაც შეეხება ვიქნები თუ არა მე კანდიდატი, ძალიან ადრე ამაზე საუბარი. დიდი ალბათობით ვიქნები, თუმცა ისევე მეორე 10 თვე არის არჩევნებამდე. იქამდე არის ძალიან ბევრი რამე. საქმიანობიდან გამომდინარე, რა მხარდაჭერის იმედი აქვს გიგი უგულავას თბილისის მოსახლეობისგან, თუ კი მოუწევს თბილისის მოსახლეობას პირდაპირ წესით აირჩიოს ქალაქის მერი. ადამიანი, რომელიც რაღაც თანამდებობაზე მუდმივად აქვს, ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს ამ თანამდებობაზე ყოფნას, თუ არ აქვს იმედი გამარჯვების, იმედი წარმატების მიღწევის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცარიელ ადგილზე, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, ეს უნდა იყოს საფუძვლიანი, ამიტომ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. ისევ ვიმეორებ, აი ხა ხვალ არის 31 ივლისი, ხო? ხვალ არის მეეზოვის დღე. და ჩვენ უკვე ტრადიცია გვაქვს 2006 წლის მერე ხვდებით თელ კორპუს მეეზოვეების და ერთად აღნიშნავთ ამ დღესასწაულს. მანამდე გახსოვთ ალბათ, რომ ეს იყო უმწვავესი პრობლემა. უმწვავესი პრობლემა იყო ნომერ პირველი, ყველგან ნაგავი ეგდო, ნაგავი არ გადიოდა, ფანჯრიდან ისროდა ხალხი ნაგავს და ავიცი 1000. 3 წლის თავზე ჩვენ რეალურად შევძელით ის, რომ თბილისი გახდა სისუფთავის ქალაქი, შეუდარებელი ახლა ბუნებრივია, ყოველთვის ისურვებ უკეთეს, მაგრამ შედარება არა. მაგრამ და სხვა შორის ვეუბნები ხოლმე, რომ ვეკითხები ხოლმე მეეზოვებს, ნაკლებად ისვრის ხალხი ფანჯრიდან ნაგავს, ნაკლებად ხდება დაყრა, უფრო მეტი გულისხმობით დავიწყოთ, იმიტომ რომ საზოგადოება, ეს თქვა, იგრძნო დაინახა, როდესაც ვიღაცა ალაგებს, უფრო ეხათრება და ნაკლებად აგდებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თემა ხო დაიხურა, ეხლა
მივახციეთ რაღაცას, ეხლა ახალი საკითხი, ამიტომ მუდმივად განახლებადია, ეს არის ადგილობრივი პოლიტიკა, მუდმივად განახლებადი თემები იმისათვის, რომ თბილისი გახდეს უკეთესი, თბილისი გახდეს უფრო კომფორტული და თუ ამას მივახცეთ, მაშინ ბუნებრივი მხარდაჭერაც იქნება, თუ არა და არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და გემშვიდობებით. თბილისის მერი გიგი უგლავა გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემის ღორის გრიპის ვირუსით 5 ინფიცირებული რა საშიშროების წინაშე დგას საქართველოს, სადაც H1N1 ვირუსით ინფიცირების 5-ვე შემთხვევა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ასურჩევენ სპეციალისტები მოქალაქეებს და რა ზომებს მიმართავს ჯანდაცვის უწყება. დაგულოდეთ ამ თემაში რამდენიმე წუთში ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გოგა ფროიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. საღამოშვიდობის ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. გვიწევს ისეთ თემაზე საუბარი, რომელიც იწევს ძალიან ბევრი ადამიანის შეშფოთებას, ღორის გრიპის ვირუსი. ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული 814 სიკვდილის ფაქტი, მსოფლიოში სულ დაავადებული 134,000-ზე მეტი. ბატონო გოგა, მე მგონი სწორი მონაცემები გვაქვს ხელთ. რაც შეეხება საქართველოს, რამდენად ცნობილი არის 5 ინფიცირებული და მე-6-ზე მიმდინარეობდა, დღეს ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია, დადგინდებოდა თუ არა, რა მდგომარეობა ამ კუთხით თქვენგან დავიწყებ? მდგომარეობა სტაბილურია, 5 შემთხვევა დადასტურებული გვაქვს, მე-6 შემთხვევაზე გვქონდა ეჭვი, მაგრამ ეს ეჭვი არ დადასტურდა, ასე რომ დღევანდელ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 5 შემთხვევა. რაც შეეხება მონაცემებს, ცოტა უფრო მეტი არის დაავადებულები. სიკვდილიანობა შეიძლება ჟღერს რაღაც რაოდენობრივად დიდი, მაგრამ თუ შევადარებთ ამ სიკვდილიანობას ზოგადად სეზონური გრიპის სიკვდილიანობას, სხვაობა არის დაახლოებით ესეთი, თუ სეზონური გრიპში არის დაახლოებით 1%, აქ არის 0.004%. ანუ აი ამ შტამს დღევანდელ დღეს ძალიან დაბალი. ამისადმი მოგვიანებით ვისაუბროთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. იმ ადამიანების მდგომარეობა ამჯერად როგორია, რომლებიც არიან აღრიცხვაზე? ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პირველი ორი შემთხვევა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე ისინი ჩვეულებრივ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. დანარჩენი სამსაც პრაქტიკულად დაკვირვება მოეხსნა. ბატონო პაატა, რამდენად გვაძლევს შეშფოთების საფუძველს ის, რომ 5 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ინფიცირების და არა დაავადების. არა, დაავადების. სულ ყველა იყო დაავადების, საბედნიეროდ სულ ყველა იყო ისევე როგორც სოფლიოში უმრავლესობა მსუბუქი შემთხვევები იყო. და რო არ დაფიქსირებული იყო, გასაკვირი ის იქნებოდა, იმიტომ რომ ახლა ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ ხშირად დადიან იმ ქვეყნებში და ჩვენ პროგნოზსაც ვაკეთებდით, რომ ჩვენთან გაჩნდებოდა მაშინ, როდესაც იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე ხშირად დადიან, ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეები. მოსალოდნელი იყო ამ პერიოდისთვის, უკვე რამდენიმე თვეა. მოსალოდნელი ამ პერიოდისათვის, იმიტომ რომ აქტიური მიმოსვლა სადაც არის და ნუ ახლა ბრიტანეთში და ესპანეთში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც ძალიან ფართოდ გავრცელდა ბრიტანეთში, ოფიციალური მონაცემებით უკვე ამბობენ, რომ 100,000-მდე შემთხვევა მარტო ბრიტანეთში და ასე ვთქვათ, ანგარიშით ლაპარაკია უკვე მილიონაზე მეტ შემთხვევაზე ბრიტანეთში, იმიტომ რომ ექიმს ყველა არ მიმართავს, იმიტომ ისე მსუბუქად არის. როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს, ახლა ექიმს ყველა არ მიმართავს ხოლმე. აი ესეა ახლა ეს გრიპიც თქვა ბრიტანეთში. ბატონო, ხომ არ იქნება მეტი შეშფოთების საფუძველი ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოში შემოსული ინფიცირებული მოქალაქისგან გადაედება უკვე სხვა ადამიანს. ნუ, იცით რა, გამორიცხული არაფერი არ არის, ყოველ შემთხვევაში ახლა პირველი შემთხვევიდან იქ და 11-12 ახლო კონტაქტი გამოვიკვლიეთ, არც ერთს არ გადაედო, არც ოჯახის წევრებს. ასევე იყო მეორე, აი მესამე შემთხვევიდან მის ახლო კონტაქტს, მეხუთე შემთხვევა იყო აი მესამე შემთხვევის, ასე ვთქვათ, უახლოესი კონტაქტი და მაგრამ შემდგომი გავრცელება ამას აღარ პოვებია, ასე რომ ეხლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შემთხვევები ძალიან ადრე ვიპოვნოთ, გამოვავლინოთ და შემდეგ მათ ყველა ახლო კონტაქტზე მეთვალყურეობა იყოს დაწესებული, რომ ასე მაქსიმალურად შევანელოთ გავრცელება, იცით? ხა საქართველოს მთვარეზე არ არის, თელსოფლიოში გრიპი რომ მოედება, რა თქმა უნდა, რაღაც შემოდგომის მეორე ნახევარზე ჩვენთანაც მოიმატებს ალბათ შემთხვევები, მაგრამ კიდევ შემდგომში უფროა მოსალოდნელი შემთხვევა. რა თქმა უნდა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად შემოდგომის მეორე ნახევრიდან შემთხვევები ალბათ მოიმატებს, მაგრამ
აქვე მინდა დავაწყნარო, ასე ვთქვათ, მოსახლეობა, რომ როგორც აი შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, სადაც ასე ვთქვათ, დარწმუნდა მოსახლეობა, რომ კი გრიპი ბევრს ემართება, ჩვეულებრივზე უფრო მეც, ვთქვათ, როგორც სეზონის დროს ემართებათ, მაგრამ საბედნიეროდ სიმძიმე არ არის ისეთი, ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებული და გრიპი ყველას გადაგვიტანია. დაახლოებით ესეთი სიტუაცია იქნება. ბატონ კოკო, მდგომარეობას ხომ არ გაართულებს ის, რომ სეზონია, ზაფხულია და ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის ჩვენს ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდანაც. ნუ იცით რა, მოდით ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს როცა მიგრაცია საერთოდ არა მარტო სეზონზე დაუშვათ საზაფხულო სეზონზე, არამედ ზოგადად მთელი წლის განმავლობაში არსებობს, მე არ მგონია, რომ ამან დიდი განსხვავება ჰპოვოს იმის გამო, რომ დიდი განსხვავება ვნახოთ იმის გამო, რომ დღეს დაუშვათ ზაფხულია და მეტი შემოდის და შემოდგომაზე ნაკლები. აქ უბრალოდ სხვა რამეზეა ალბათ ბატონი პატარაძეც ლაპარაკობდა სეზონური გრიპის და ამ არსებული გრიპის თანხვედრაზეა ლაპარაკი და ამიტომ არის ის, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ პროგნოზულად შემოდგომაზე და მეორე ნახევარში შესაძლებელია უფრო რაოდენობრივად ამანიმატოს და სულ შემთხვევები იყოს. თორემ დანარჩენი მე არ ამგონია ზოგი ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ზოგი სხვა ქვეყნების მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელმაც გამოაცხადეს, რომ არ წახვიდეთ იქ, წადით აქ, სკოლებში ეს გადავდოთ, აქ არ გადავდოთ. იზოლირებაზეც იყო საუბარი დაავადებულების ეცეთ რა ჩვენ ნუ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია საერთოდ ზოგადად იზოლირება და ამავე შემთხვევაში დღეს როცა ჩვენ შეიძლება 7-8 საათის განმავლობაში ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე მოვხვდეთ, ყველანაირი იზოლირება კარგავს თავის აზრს. იმდენად, რამდენადაც ადამიანი შეიძლება აბსოლუტურად პრაქტიკულად ჯანმრთელი იყოს, გადაფრინდეს ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე და არა 8 საათის მერე, არამედ 5 დღის მერე აღმოაჩნდეს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ თუ მთლიანად 21 საუკუნიდან გადავთ მე-19 საუკუნემდე, მე-საუკუნეში, სადაც შეიძლება რომ ცხენეთი მოძრაო და ჩაკეტო ყველაფერი არავინ არსად არ გაუშვა, მაშინ შეიძლება მაგას რაღაც აზრი ქონდეს. დღეს ეს სასწავლო პროცესი ახსენეთ, თვენახევარი რჩება სასწავლო პროცესის დაწყებამდე. ანუ ამ ეტაპზე ხედავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს საფუძველს, რომ მიმართოს ასეთი რეკომენდაციით განათლების სამინისტროს? არავითარ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ხედავთ მსგავს, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს თავი დავანოთ 5 შემთხვევაა და საერთოდ ამას ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს. შემდგომაც ალბათ ჩვენ ვიმოქმედებთ იმ რეკომენდაციებით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციას. არის მკვეთრად გაწერილი რა შემთხვევაში რა უნდა გამოცხადდეს, რა რეკომენდაცია უნდა მივიღოთ და საქართველოში არანაირი ამას საშუალება არ აქვს. მოდით ამასაც ვთქვათ ორი სიტყვა, რა გეგმით მოქმედებს ჯანდაცვის უწყება? ნუ ჩვენ მე შემიძლია იმედია რომ ტრაბახში არ ჩავამართვეთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ძალიან მიგვაჩნია რომ ჩვენ სწორედ ვიმუშავეთ ბატონ პაატას თან ერთად, ჩვენ უწყებასთან ერთად დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით ყველა ეს შემთხვევა არის გამოვლენილი საქართველოში ნაადრევად და ნაადრევის გამოვლენა პირველი მაჩვენებელია იმისი, რომ ინფორმირებულობა არის მოსახლეობის ძალიან მაღალი. ანუ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს. აი ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა გააკეთოს, სად უნდა მიმართოს და როგორ უნდა მოიქცეს. რა უნდა გააკეთოს და პირველ რიგში სად უნდა მივიდეს ბატონ პატა თქვენთან გადმოვალ ამ კითხვას, რა შემთხვევაში უნდა მიხვდნენ მოქალაქეები, რომ დროა მიმართონ ექიმს? ნუ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან თბილისის აეროპორტში, საბაჟო სამსახურში არის სპეციალური საკარანტინო სამსახური, რომელიც აეროპორტში ბანერიც არის, სამახსოვროებსაც ურიგებენ, ესე იგი, სადაც სამენოვანია და არის რომ თუ იყავით იმ ქვეყანაში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული უკვე გრიპის შემთხვევები და ჩამოსვლიდან ერთი კვირის მანძილზე თავის შეუძლოთ იგრძენით, ანუ გაქვთ გრიპის სიმპტომები, ჩვეულებრივ ეს არის მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, თქვათ კუნთებში დამტვრეულობის შეგრძნება. შესაძლოა მოქალაქე არ მოდიოდეს უშუალოდ იმ ქვეყნიდან, მაგრამ მასთან ერთად მგზავრობდეს დაუშვათ ტრანზიტით სხვა ქვეყნიდან მომავალი მგზავრი. ხო, მაგრამ იცით, ეხლა თუ სიმპტომები არ აქვს ადამიანს და თუ არ ახველებს და არ აცემინებს და ეხლა თუ გვერდზე ადამიანი იჯდა თვითმფრინავში, არა, სხვა შორის თუ თვითმფრინავში ვინმე იჯდა, ვინც ახველებდა, აცემინებდა, ვალდებულია ეკიპაჟი, რომ შეატყობინოს ისევ იმ საკარანტინო სამსახურს და ასეთი შემთხვევები უშუალოდ აეროპორტშივე იქვე გაისინჯება. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანი ხა 2 საათი იქნება თუ 4 საათი
არ არის ხოლმე ასე. ამიტომ აფრთხილებენ უბრალოდ მათ, რომ ასეთი სიმპტომების დროს მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ბატონ გოგას ჩავიკითხები, გარდა აეროპორტისა, როგორ არის კონტროლის სხვა სასაზღვრო პუნქტებზე? აბსოლუტურად ნებისმიერ სასაზღვრო ფრინველის გრიპის შემთხვევების დროს ძალიან იყო გამკაცრებული ყველა სასაზღვრო პუნქტზე შემოსვლა. ხო, არა, აქ შემოსვლა არავითარ შემთხვევაში არსად არ არის გამკაცრებული, უბრალოდ ეს სამახსოვროები და კი ბატონო, სამახსოვროები და ინფორმირებულობა არის ყველგან. ყველა სასაზღვრო პუნქტზე, იმიტომ რომ ეს მარტო აეროპორტებში არ მუშაობს ეს საკარანტინო ზონა, ეს მუშაობს ყველგან. და აქედან გამომდინარე ჩვენ რეკომენდაციის სახით მივეცით ამ სამსახურებს შეტყობინება ეს უпростоრ დაურიგონ ეს სამახსოვროები ადამიანებს. ბატონო პატა, ისევ სიმპტომებს დავუბრუნდებით თქვენ უпростоრ ჩავიკითხე ბატონ გოგას არ მოგეცათ საშუალება დაგესრულებინათ, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, როგორია ის სიმპტომები კიდევ ერთხელ რო იყოს გასაგები მოსახლეობისათვის. თუ ვიყავით ერთი კვირის მანძილზე სიმპტომებამდე, ყველაზე უფრო ხშირად მაინც ესპანეთია, თქვათ ბრიტანეთი, გერმანიაშიც რამდენიმე 1000 შემთხვევაა რაღაც რისკი გერმანიაშიც არის. შეერთებულ შტატებში არის თქვათ რისკი. ეხლა ეგზოტიკურ ქვეყნებზე ეხლა იშვიათად დადიან ქართველები თქვათ მექსიკაში ან არგენტინაში ან ავსტრალიაში, იქაც არის ეხლა გრიპი ასე თქვათ მოდებული. თუ ვიყავით ამ ქვეყნებში და ერთი კვირის მანძილზე ჩამოსვლიდან გვაქვს მაღალი ტემპერატურა, გვაქვს ხველა, მშრალი ხველა, ესეთი დამწროულობის შეგრძნება, თქვათ თავის ძლიერი ტკივილი, თვალბუდის ტკივილი, რაც გრიპს ახასიათებს, ყველას გადაგვიტანია გრიპი, ხო, ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და შემდეგ გადაწყდება, ასე ვთქვათ, რამდენად არის ეს შემთხვევა საეჭვო და უნდა ჩატარდეს თუ არა სპეციალური ანალიზი ამ დაავადებაზე. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აღმოაჩნდებათ გრიპის სიმპტომები და ისინი არ ყოფილან რამდენიმე დღის წინ ან უახლოეს წარსულში საზღვრებს გარეთ, მათ თუ აქვთ შეშფოთების მათ ჰქონდათ კავშირი ადამიანთან ოჯახში, ვთქვათ, რომელიც ან მეგობართან, რომელიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და ასეთი სიმპტომები ჰქონდა, ძალიან მსუბუქად შეიძლება მიმდინარეობდა. ყოველ შემთხვევაში სასურველია ასეთ სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ისე საერთოდ იცით, ახლა ყოველ შემთხვევაში სასურველია ხოლმე ადამიანი ალბათ რო არის ექიმს მიმართოს, მაგრამ თავადაც აღნიშნეთ, რომ სურდოს შემთხვევაში და გრიპის შემთხვევაში ძალიან ხშირად იცით, პრინციპულად მოდით ესე ვთქვათ, რომ ახლა ეს ჩვენთვის არის ახლა მართლა მნიშვნელოვანი პირველ ეტაპზე განსაკუთრებით, რომ ყველა ეს შემთხვევა, ასე ვთქვათ, დროულად ვნახოთ, თორე თუ იგივე დიდ ბრიტანეთში ახლა, როდესაც ასეულ ათასობით ავადმყოფია, დამერწმუნეთ, არავინ არ უტარებს იქ არც ანალიზს ავადმყოფს და უბრალოდ როგორც კი ესეთი სიმპტომები აქვს, ეუბნებიან სახლში დარჩი, გარეთ არ გამოხვიდე და მიიღე, თქვათ, რაღაც დანიშნულებას, აძლევენ ტელეფონით. ეს არის ბრიტანული დღევანდელი გამოცდილება. მაგრამ ნუ გართულებებზე რა. გართულებები რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაცია. ბატონ გოგა, არის თუ არა საქართველოში, ანუ როგორ დგინდება რა ლაბორატორიაში და არის თუ არა საქართველოში ის ლაბორატორია, რომელიც ზუსტ პასუხს იძლევა არის თუ არა ეს ღორის გრიპის ვირუსი? კი ბატონო, არის საქართველოში ესეთი ლაბორატორია, აგერ ბატონი პატა გახლავთ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელშიც შედის ეს ლაბორატორია. ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2005 წელს მიიღო საერთაშორისო კანონი, საერთაშორისო რეკომენდაციები სანიტარული გიგიენური მდგომარეობის და შეტყობინებების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ არის ეს ყველა ფრაგმენტი, ყველანაირი ნაბიჯი გაწერილი, მათ შორის ადგილზე დადასტურება, შემდგომ გადამოწმება და შეტყობინება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ლაბორატორია არის ის ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს და ადგენს კიდევაც. ყოველ შემთხვევაში შემდეგ ის ლაბორატორია ჩვენ ვაგზავნით ლონდონში, რეფერენს ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელია რომ ეს გადამოწმდეს, მაგრამ ყველა ჩვენი შემთხვევა ეს ეჭვის საფუძველოებისაც არა, ეჭვის ყველა შემთხვევაში ლაბორატორია აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთის და ჩვენი ლაბორატორია აღიარებული, რომელიც პასუხი, ასე ვთქვათ, ითვლება პასუხად. პასუხია. მაგრამ ეს წესია მერე, რომ ვთქვათ, ყველა ვირუსი, რაც მსოფლიოში გამოიყოფა, გროვდება რაღაც რეფერენს ცენტრებში, ვთქვათ, იგივე ვაქცინებზე სამუშაოდ, იმისათვის, რომ დააკვირდნენ სად რომელი ვირუსი, ასე ვთქვათ, ქვეყანაში. ლონდონში ვაგზავნით ხოლმე მერე. ასე რომ ჩვენ გვაქვს ყველა ამის შესაძლებლობა. ხომ არ იქნებოდა, რამეს სწორია ესეთი მოსაზრება, ხომ არ იქნებოდა ვირუსის გავრცელებისთვის შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვაქცინაციის ჩატარება? აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა თქმა უნდა, ზოგადად ვაქცინაცია ყოველთვის არის სასარგებლო ყველა ვირუსთან ბრძოლისთვის. მაგრამ
ვინაიდან ამ ვაქცინას, ეს ვირუსი არის ძალიან ახალი, მისი ვაქცინა ჯერ არ არის გამოგონებული. ყოველ შემთხვევაში ყველა ქვეყანას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, სადაც მკვეთრად არის ნათქვამი, რომ ვაქცინა იქნება აღიარებული ქვეყნების მიერ, უნდა იყოს აღიარებული ქვეყნების მიერ მხოლოდ მაშინ, როცა მას აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. დღევანდელ დღეს ამ წუთისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ვაქცინები, რომელიც მუშაობენ სეზონურ გრიპზე. და აქ დამეთანხმება ალბათ ბატონი პაატა, ნამდვილად კარგია ვაქცინაცია სეზონური გრიპის პროფილაქტიკისთვის, ანუ ის რაც მოქმედებს უკვე წლების განმავლობაში ის ვაქცინა რო გავიკეთოთ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ასუსტებს ალბათობას ორი გრიპის ერთად დამართვის. და რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატს, მოდით ესეც განვუმარტოთ მოსახლეობას, რამდენად ხდება წინასწარ პროფილაქტიკის მიზნით რაიმე პრეპარატის მიღება, იმიტომ რომ როდესაც დასახელდა სამკურნალო პრეპარატი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს იყოს პროფილაქტიკის მიზნით ასკარგი. ეს არის სამკურნალო პრეპარატები, ესენი პროფილაქტიკისთვის არ გამოიყენება. პროფილაქტიკის ისიც ეხლა ხანდახან ესე გამომდის ხოლმე, მაგრამ ხალხური საშუალებები, თქვათ, ნიორიდან დაწყებული და ასკილის ნაღენები და ყველაფერი ეს გამოცდილია ისტორიულად და ორგანიზმის ასე ვთქვათ ბიოლოგიურ ძალებს ეს არის ერთ-ერთი მეცნიერული რეკომენდაციაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება, იმუნობიოლოგიური ძალების აღდგენა, ბალანსირებული კვება, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორგანიზმს, რომ ებრძოლოს გრიპის ვირუსს. არა, ჰიგიენის დაცვა ეს უკვე უშუალო პროფილაქტიკაა, იმიტომ რომ ეს ვირუსი ისევე როგორც ყველა სხვა გრიპის ვირუსი ვრცელდება წვეთოვანი გრძით. წვეთოვანი გრძით რას ნიშნავს, რომ ახლა მე მაგალითად ავათრო ვიყო თქვენამდე ჩემი ვირუსი ვერ მოახსენს, თუ ის 1 მეტრზე, აი გაწყვეტილი ხელის დონეზე ვრცელდება. ამიტომ აი ესეთი უშუალო გადადება ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომაც არის, რომ აი ნიღბებს იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, თქვა თუ არ მიუახლოვდი ავატყობს. ვიდრე ხელის დაბანას, იმიტომ რომ ეს წვეთი, თქვა, აი ადამიანმა დაახველა, თქვა, მიიფარა ხელი, ხო, უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ ჩორჩევას ვაძლევთ მაგალითად, რომ იდაყვი მიიფაროს და არა ხელი. რატომ? იმიტომ რომ ხელზე ეს ვირუსი რომ მოხვდება, ის სიცოცხლის უნარიანი რჩება 1 საათი მაინც ზაფხულში და ზამთარში შეიძლება 7 საათი დარჩეს. ასევე რაღაც ზედაპირზე, ამიტომ ხელი მოვკიდეთ, მე აი ჩვევა ყველას გვაქვს, ან თქვათ, პირზე მოვიკიდებთ, ან ცხვირზე, ან თვალში და აი ესე გადადის ეს ვირუსი. ამიტომ პირველი პროფილაქტიკა გრიპის ვირუსისა, ისევე როგორც ბევრი სხვა ინფექციის არის ხელების ხშირად დაბანა. საპნით, თუ არა გვაქვს ამის საშუალება, თქვათ, ქუჩაში ვართ, არის სპეციალური საფენები, სპირტიანი დასასველი, ერთჯერადები, რომელთაც ხელები უნდა დავიმუშაოთ. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ, დამერწმუნეთ ყველაზე კარგი პროფილაქტიკაა. კი ბატონო, კოკაბ, საუბრობდით იმაზე, რომ პირველ რიგში დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ მიმოსვლა არის სხვა ქვეყნებს შორის და მოქალაქეები შემოდიან სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება იმპორტს, საქონლის იმპორტს და ხორცის იმპორტს, რამდენად ცნობილია აზერბაიჯანში აიკრძალა ამერიკის კონტინენტიდან მთლიანად ხორცის იმპორტი, ეს თუ ქმნის საშიშროებას. მე არ გამიგია აზერბაიჯანში რატო აიკრძალა, ამის გამო აიკრძალა თუ არა, მე არ ვიცი ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ არანაირი კავშირი ამ ვირუსს და საკვებთან და დაუშვათ იმპორტერ სხვა საქონელთან არა. ეს შემიძლია ვთქვა აბსოლუტურად დანამდვილებით და შემიძლია ყველანაირად, აბსოლუტურად ყველა ადამიანი დავაწყნარო და ვთქვა, რომ არავით არის საკვებთან, იმ პროდუქტთან, რომელიც იმპორტირება გნებავთ, არანაირი, ეს იცით რა, ეხლა ბატონი პაატა ალბათ უფრო სპეციალისტია და უფრო კარგად აგიხსნით, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, ღორის გრიპი ეს არის ჟურნალისტების მიერ მოგონილი, ასე ვთქვათ, მიწეპებული სახელი, რომელიც უფრო ადვილად სათქმელია და მხოლოდ ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ვთქვათ ღორის გრიპი და არა ვთქვათ H1N1 ვირუსი, ხო, რომელიც უფრო ძნელი სათქმელია, თორემ ღორთან არანაირი კავშირი ცოცხალ ღორთან, ან ღორის ხორცთან, ან პროდუქტთან. არაფერ საწყალი ღორი, არაფერ შუაში არ არის და რატო დაარქვეს ღორის, შეიძლება დაერქვათ ძაღლის ან მაიმუნის, იგივე იქნება და დაახლოებით ალბათ. ფრინველის გრიპის საფრთხე იყო ძალიან რეალური, რამდენიმე წლის წინ და საკმაოდ გამკაცრებული იყო ზომები ამასთან დაკავშირებით. ბატონ პაატა, რომ შევადაროთ ლეტალურობის მაჩვენებლით H5N1 ვირუსი ამ ვირუსთან, თუნდაც მსოფლიო მასშტაბით, რამდენად გვაძლევს საწყის ეტაპზე სერიოზული შეშფოთების საფრთხეს? მოდით ასე ვთქვათ, ფრინველის გრიპის ვირუსი ადამიანის ვირუსი არ გახდა.
აქედან გამომდინარე მართალია ის ძალიან იშვიათად ემართება ადამიანს და ძალიან უნდა მოინდომო რომ ავადმყოფი ფრინველისგან დაგემართოს, მაგრამ თუ დაგემართება ადამიანს ძალიან მძიმედ მიდის და ნახევარზე მეტ შემთხვევებში კლავდა. ამიტომაც იყო ყველას რო ასე ვთქვათ ეშინოდა ფრინველის გრიპის. ბაშოს ის არსად არ გამქრალა. ინდონეზიაში დღესაც იღუპებიან ადამიანები ფრინველის გრიპით, ოღონდ ისევ და ისევ ასე იშვიათად ფრინველები რო გახდება ავად ვიღაცას დაემართება და ამიტომ ის არ გამქრალა, საბედნიეროდ იმან არ შეიძინა თვისება გამხდარიყო პანდემიური, ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის თვისება შეძენოდა. აქედან გამომდინარე ის ვირუსი თავისთვის არის ჯერ კიდევ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია ძირითადად ეხლა სხვა ქვეყნებში წელს ასე ვთქვათ არ გავრცელებულა. ყოველ შემთხვევაში გავრცელდა ასე ეს გრიპი ახალი H1N1, რომელიც საბედნიეროდ სიმძიმით ჩვეულებრივი გრიპისაგან არ განსხვავდება, უბრალოდ გაცილებით მეტ ადამიანს ემართება, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, იმიტომ რომ ამ ვირუსს არასოდეს ადამიანი არ შეხვედრია ამ გრიპის ვირუსს. ბატონ კოკა, ძალიან ბევრჯერ, როდესაც სტატიები ებეჭდება ამ თემებზე, ვრცელდება ინფორმაცია, იხსენებენ მე-20 საუკუნის განმავლობაში დაფიქსირებულ ისეთ ვირუსებს, ისეთ ეპიდემიებს, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანი, ძალიან ხშირად გაიხსენეს მე-20 საუკუნის დასაწყისში ეგრეთ ისპანკა და მისი მსხვერპლის რაოდენობა. დღეს თუ შეგვიძლია ასეთ საშიშროებაზე ვისაუბროთ მსოფლიოში? იცით რა, გამორიცხული არასოდეს არაფერი არ არის. მით უმეტეს ბუნებაში როცა ხდება ცვლილებები, არის რაღაც განვითარება რაღაცნაირი, მაგრამ ამ წუთში ჩვენ შედარება ამ ვირუსის და იმ შედეგების, რომელიც იყო ესპანკის დროს საუკუნის დასაწყისში, რა თქმა უნდა არ არის. ეს შეიძლება ვთქვათ ახსნათ ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რა თქმა უნდა მედიცინის განვითარებით, პროფილაქტიკის, გიგიენის, პირადი გიგიენის განვითარებით, ასე შემდეგ. ძალიან რთულია გავაანალიზოთ ესპანკის დროს სიკვდილის მიზეზი, იმიტომ რომ იმ პერიოდში ის მეთოდები და ის დაკვირვების და კვლევის მეთოდები, რომელიც დღეს არ არსებობდა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით რატომ ყვდებოდნენ ესპანკის დროს, რითი ყვდებოდნენ, თუმცა აღწერილი არსებობს. ძირითადად ეს გართულებები იყო, რა თქმა უნდა, ის გართულებები, რომელიც ალბათ დღეს ნაკლებად იქნება, ან საერთოდ არ არის, ვინაიდან მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა, ფარმაცევტიკა საკმაოდ წინ წავიდა, გვაქვს მედიკამენტები და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა გულხილ დაკრეფილი ჯდომა და თქმა რომ არაფერი არ არის და ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა ესე არ არის და ამიტომ არის რომ ჯანდაცვის ორგანიზაცია როგორც ქვეყნების ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამაზე მუშაობს და ყოველდღიური მუშაობით ჩვენ თავიდან ვირიდებთ, თავს ვარიდებთ აი ამ ასე ვთქვათ ქართულებების რაღაცას მასიურობას და ასეთი სიკვდილიანობის ან რაღაც იმას ხო? ანუ რაც უფრო განვითარდება კაცობრიობა ალბათ უფრო ქართულებების პროცენტი იკლებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაფერია, ჩვენ დღეს შეგვიძლია თავმოოდ უთხრათ მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ სწორად დაიცავენ ამ იმ ზომებს მიიღებენ, რაც არის პროფილაქტიკისთვის საჭირო, ეს ეპიდემია, უბრალოდ ეს ვირუსი მასობრივად გავრცელებას არ ექვემდებარება ბატონბატონ. არა, მოდით ესე ვთქვათ, ახლა ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში ახლა იცავენ საკმაოდ, ანუ ამით შევამცირებთ, მაგრამ თავიდან არიდება ვთქვათ გრიპის მატებისა მაქსიმალურად შეიძლება დავიცვათ თავი, მაგრამ ვაქცინის გარეშე სანამ არ იქნება ვთქვათ ვაქცინა აი ამ ვირუსის წინააღმდეგ, პრინციპში ესა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ამბობ, საბედნიეროდ ეს ვირუსი არ იქნება ისეთი ვირუსი, რომელიც ანუ გრიპი ხო ყველას დაგვმართია, აი იმისგან განსხვავებული არ იქნება და ის ხო ძალიან იშვიათად რომ ვიღაცას ძალიან მძიმე ფორმებით მიდიოდეს ხოლმე. ჩვეულებრივი ხა გრიპის ალბათ არ მეგულება მე საქართველოში ადამიანი, რომელიც რომელიმე წელს თავისი ცხოვრებისა გრიპი არ დამარცხდა. რომელი ეტაპი ითვლება უკვე გართულების ეტაპად? აი ცეთ ჩვეულებრივი გრიპი როცა იწყება ხოლმე თავიდანვე ჩანს ასე ვთქვათ მძიმედ წავა თუ არა, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალი ტემპერატურით დაიწყება, ჩვეულებრივ ასეა. აი ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს ხოლმე. ეხლა ჩვენი პაციენტები დღევანდელი ეს 5-ის მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, რომ ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევები ძალიან გავს იმას, რაც არის თქვა იგივე ბრიტანეთში აღწერილი ან შეერთებულ შტატებში, როდესაც 100,000-ობით ადამიანი გახდა ავად და მოსახლეობა ინფორმირებულია, იციან როგორ მოიქცნათ, ვის მიმართონ და ასეთ შემთხვევაში ალბათ გართულებებს მაინც ავიცილებთ თავიდან. და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიძახით, რომ არ წახვიდეთ სადმე არ და იჯექით სახში, არაფერი არ პირიქით. არავითარი ამის დაიცავით პირადი გიგიენის ნორმები,
დაიცავით ის რეკომენდაციები, რომელიც არის საყოველთაო ცნობილი და არავის არაფერი განსაკუთრებული არ ემუქრება, სახლში ჯდომა, კარების ჩარაზვა, არსად არ წასვლა ეს არ არის გამოსავალი. კარგი მაგალითია საბჭოთა კავშირი, ხო დახურული ქვეყანა იყო, მაგრამ 40 წლის წინა პანდემია რო იყო გონკონგის. მართალია გვიან ცოტა, მაგრამ თელ საბჭოთა კავშირში მაინც გავრცელდა და მაინც პოლარული გახდა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გოგა ფრუიცა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გახდნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დაგემშვიდობებით ბატონებო და აქვე დავამშვიდობები მაყურებელს და ჩვენი გადაცემა დღევანდელი ეთერით ასრულებს მუშაობას. პირველი თემა ნათია სორდიესთან ერთად პირველ არხზე ახალ სატელევიზიო სეზონზე დასრულდება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ზაფხულის სასიამოვნო გატარებას გისურვებთ. ნახვამდის.